მინი აფუკ დგას, რატომ არ ვიცი. არ ამგონია დარესტარდეს ეს თამაში, გამოდიან რემპიდან ხოშტი ელოდებიან დარესტარტებას, ან უბრალოდ მიცემენ საქართველოს საშუალებას, რომ აიღონ რომელ მხარეს უნდათ ეს. ნახოთ დარესტარტებას მოითხოვენ სავარაუდოდ. არ აქვს აზრი არაფრის ყურებას აქ. გაუგებრობა არის. მინის შეექმნა სავარაუდოს პრობლემა, იმიტომ რომ აფკ იდგა. საქართველომ დაარესტარტა ნაის რაუნდი. ეს უკვე ლაივია, წესით არავის არ აქვს არანაირი პრობლემა, ვნახოთ მინი. ყველა სერვერზე არის. რემპზე გავლენ სავარაუდოდ ისევ ესეც იქნება. აზი. ფორვარდი პირველი გავიდა, გაჩერდა. ერთად დადიან ქართველები, რაც კარგი არის, უფრო მეტი შანსი აქვს. ასთან მარტო მივიდა ვისკი, სამი კაცი მოკლეს მეოთხე უკვე, ნევერინიო მარტო არანაირი შანსი არანაირად. მოიგეს კიდეც ნაიფ რაუნდი, სავარაუდოდ სიტიზე დარჩებიან. სიტი არის თურქეთი, საქართველო არა. თურქეთი წერია, ასე რომ თურქეთი გადავიდა ტერორებში. თურქეთი ელოდება საქართველოს, რომ რედი გააკეთონ, ესეც იქნება. ნახოთ, ჯორჯიას სიტი წერია იქ, მაგრამ აქ სხვანაირად აჩვენებს, იბოტი ურევს აშკარად. ერორებში დარჩნენ ქართველები. ნახოთ, ფორვარდ მაგა ისროლას მოუხი, ნევერინიო აპარტმენტში მიდის, პალასი უფრო სწორად, ხაბუ მიყვება. ნახოთ როგორ გამვითარდება სიტუაცია. კლასიკური default setup-ი აქვს, უკვე აღარ. ორი კაც სიტი არის, ერთი window, ერთი short-ი, ერთი B. საერთოდ სიტიზე არ დგას ხოლმე ერთი კაცი კონექტორთან არის, სტიარებს ულის. ნევერინიო გავაწესით პირველი და უნდა შეერკინოს უკვე სტიართან. მაგრამ გადავიდნენ ორი კაცი სიტიზე დახვდა, კარგად ესვრის კალიქს, მაგრამ ვერაფერი. ხაბუმ ამასობაში მოკლა ტაფიკი, პაზმა ვისკი. ხაბუმ პაზი მოკლა, შვენი ერიტრეიდი საქართველოსში 4-3-ზე, ნევერინიომ შენიშნა კაცი კონექტორში. სიტიზე ხაბუმ მესამე ქილი აიღო კალიქზე. საქართველოს რაუნდია ყველანაირად. ნევერინიომ შესანიშნავი ფრაგი. ნახოთ მინი ცოტა იჭმი, ნევერინიო ამთავრებს ორი მპოვობით. ხაბუმ აიღო 3. ჩვენიერი რაუნდი იყო. წავიდათ ეს რაუნდი ქართველებს, ვნახოთ აბა რა მოხდება თურქეთის მხარეს. დაფორსეს, როგორც მოსალოდნელი იყო. აზი ვნახოთ რას იზავს სკაუტით. ნევერინიო მოკლა ნოსტი, ორი კაცი დახტება კიდე, კალიქსმა მოკლა ნევერინიო. 1-1-ზე ტრეიდი. HP-ს უპირატესობა საქართველოს აქვს. ხაბუს მგონი კიდევ აქვს პრობლემები. მგონი არა უკვე აშკარაა რომ ინტერნეტთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და აბრალებს დიდოს, როგორც წინა თამაშის დასრულების შემდეგ გამოვიტანეთ დასკვნა. ვისკი მოკლავს ტაფიქს. ამ მოთამაშის სახელი თუ იცით შემისწორეთ, თუ არასწორად ვამბობ. ვისკი მინიმ დააგდო ანდერფასში, პაზი სწორად უყურებდა, მაგრამ გაუსმოუქეს ჯანგლი, მინი დახვდება AK-ით. ბოდიში გალის TRC, სიტი ორი კაცი. არგი სპრეი ფორვარდის, მოკლა ერთ სიტიზე. მინმა გაარტყა თავში, მაგრამ 13 დააკლო მარტო. ფორვარდმა სიტიზე უნდა გაიხედოს ახლა წესით. შენიშნეს ორივე.
ფორვარდმა მოკლა აზი და ხაბუ მინი 2-0 სავარაუდოდ მესამე რაუნდს აიღებს ახლა საქართველოს სამი კაცი გავიდა მიდლზე, ალბათ ჩახტებიან, დაბლა გარაშავენ ანდერფას, ესეც არის, ტაფიკი. მას მიყვება ნოსტი და პაზი. ვისკი შეხვდება სამივეს. ერთი მოკლა, მეორე ვეღარ, მაგრამ ხაბუ დასახმარებლად არის, ხაბუც მოკლა ტაფიკმა შესანიშნავი რაუნდი უკვე თურქებისთვის, იქოზე 2 იარაღი. გადაუგდო კალიქს. ტაფიკმა, იმიტომ რომ ცოტა იყო HP-ზე. არმორი არავის არ აქვს, ასე რომ რაც უფრო დიდი ექნება იარაღი ან HP მით უკეთესი თურქებისთვის. შენიშნავ ტაფიკმა საქართველოს მოთამაშე ნევერინიო ამასობაში მოკლა ბის აპარტმენტიდან მოპარული კაცი, გადადიან ბიზე, ჭკვიანურადაც ქცევიან. პლენკი მოკლეს, ასე რომ წავლენ პირდაპირ. აქ თუ დაინახეთ, ნევერინიომ დესკამის ფეიქის გააკეთა, ანახა თურქს რომ წავიდა თიბაზაზე, მაგრამ მობრუნდა უკან ბიზე. ბისაიტი სუფთა დახვდებათ, პაზი უკნიდან ეპარება, ხმა უნდა გაიგონ წესით, მაგრამ მოლოტოვი შეუშლდა ხმას. ფორვარდმა დაინახა, დაელოდება ეხლა. ნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. ფორვარდმა მოკლა პაზი, ხოშტი ესვრის შორტს და ნევერინიომ ფალასი მოკლა. ტაფიკი რომელმაც 2 კაცი მოკლა, ალბათ იარაღის ასეივებას შეეცდება, მაგრამ წესით არ უნდა გაუშვან ქართველებმა. შემდეგი ბაის სუსტი უნდა ქონდეთ ყუმბარების მხრივ. აქ მოკვდება ალბათ, ასეც იქნება ნევერინიომ. 3 კაცი მოკლა. ლიდერობს ნევერინიო, 6 მკვლელობა, მოყვება ხაბუ და ფორვარდი 4 და 3-ით, ვისკი 2, ხოშტი ჯერჯერობით 0 მკვლელობაზეა, მაგრამ შეიცვლება. დარწმუნებული ვარ. AWP არ აქვთ თურქებს, ხაბუ მიდლზე გავა, ტაფიქს შეერკინება. რამდენად კარგი გადაწყვეტილება ხაბუს AWP ამ სიტუაციაში ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ლაგი აქვს. მოახერხა მაინც ტაფიკის მოკლა. გასმოვქა კონექტორი, კიდევ ერთხელ გაპიკავს, მაგრამ ძალიან უჭედავს თუ შეამჩნევთ. ნევერინიო 15 HP-ზე არის. ალექსი ელოდება ჯანგლში, სტერზე გადავიდა. გაიგო ხმა რომ ერთი პალასში არის. არ ამგონია, უკვე დაინახა მაკუმბარით რომ გადავიდა. 3 კაცი ყავთ A-side-ზე, სწრაფად თუ შეუტევენ. ნევერინიო პირველ უნდა შევიდეს, რა თქმა უნდა, ბეითი იქნება, ეხლა 15 აქვს HP. სულ დროს დაიწყო გადატენვა, მინი ადგილზეა რომ დასაჯოს. ხაბუმ მოკლა მინი. 3-4-ზე ნოსტი მოკვდება, მაგრამ ერთი კაცი მაინც მოასწრო. ვისკი დაიცვალა. ერთი B აპარტმენტში მოდის, ერთი არის მარკეტი. ნახოთ რას იზავს ხაბუ. შენიშნა მარკეტში კაცი, მაგრამ ლაგის გამო ვერ მიხვდა რომ აპარტმენტიდან ესროლეს აშკარად, მოკვდა კიდეც. ფორვარდი ცუდ სიტუაციაშია. აზმა ხოშტი მოკლა, ფორვარდმა ცუდ დროს მიიხედა უკან და ალექსმა ბომბის მოხსნაც მოასწრო. სულ რაღაც 2 წამით რომ გაეწელა, დრო ვერ მოიგებდნენ თურქები. AWP ტაფიქს რემს გაპიკავს, სავარაუდოდ კარგი სპონი აქვს, ნახოთ ვინმე თუ შეხვდება. არავინ. მიდლზე თამაშობს ხოშტი, ფორვარდი აპარტმენტში მიდის. ხოშტის შორტზე შეხვდება ეხლა ნოსტი. შენიშნა Windows-შიც მიდის ტაფიკი, ნახოთ
ცოტათი აცილა, ხაბუმ ამასობაში ნოსტი მოკლა შორტზე. არ გიყუმბარები, 12 HP ტაფიქს, მაგრამ ხოშტი მოკლეს. მინი გადაინაცვლებს შორტზე, კონექტორში დგას კალიქსი, ანდერფასში ჩავიდნენ ნევერინიო და ფორვარდი. ვისკი რემსზე ცდილობს ვინმე იპოვოს, ამასობაში მინიმ შორტიდან მოკლა მიდლზე ხაბუ, სიტიზე არის პაზი, შენიშნა ვისკი. მეორე მოთამაშე აზის დასახმარებლად გადმოვიდა, სტეარზე დგას სამი გადავიდნენ ეზე. შესანიშნავად დააფეიქა ვისკი, მაგრამ ბომბი არ აქვს რომ ბიზე წავიდნენ. ერთი კაცი მოკლა, მეორე ვეღარ მოკლა უკვე, 2-3-ზე არის. აზი შენიშნა ნევერინიო, მაგრამ სპრეი არც თუ ისე კარგი იყო. ნახოთ ფორვარდი, მიდლზე არის. ორ კაცს ძალიან ცოტა HP აქვს, ერთი სროლა არის ორივე და ორივე იცავს 100. დრო არ აქვს ფორვარდს, ასეივებს აშკარად. არც თუ ისე აქვთ თუ სახარბიელო და ფული ქართველებს. თურქებსაც არ ქონდათ კარგი ეკონომიკა, მაგრამ შესაძლოა ვიზაგორად იყიდეს. აფიკი ვნახოთ. ბომბი წავიდა ჰალასისკენ, ორი კაცი არის ასული, სამი ავიდა B აპარტამენტში. ვნახოთ რა იქნება. ჩუმად მიდიან, აფეიქებენ როგორც ხედავთ. ფორვარდი შენიშნა პაზმა. აქვთ ინფორმაცია თურქებს რომ ორნი არიან აპარტამენტში. ჰალასში უფრო სწორად. მიიპარებიან B აპარტამენტში ხალხი. ერთი დახვდებათ B-side-ზე, არის მინი. გასმოუქებს და უფრო მეტ დროს გაიყვანს, 15 წამი ჩამოაჭრა ამ ჩვენ 23 წამს. ნახოთ, ვერ ახტა ყუცე, ცოდვილობს ძალიან. წესით უნდა გაიგოთ, ამდენი ახტა მის ხმა, ნახოთ, შევიდნენ ნელ-ნელა. ჯერ კიდევ ერთი კაცი ყავთ ბიზე. შენიშნა მინიმ ვისკი. შორტზე ყავთ ნოსტი. მინიმ მოკლა ერთი კაცი, ნოსტი დაიხმარა ორით, ეს ფეიქია, ამასობაში პაზმა იპოვა ორივე ხაბუ და ფორვარდი, რომლებიც აფეიქებდნენ. სწრაფადვე მოკლა. დაფორსეს, ან ფორსიც არ ქვია, მიქს ბაი არის, ფული არ ქონდა ფორვარდს მარტო. ცოტა უმბარებით, მაგრამ ქართველებს მაინც აქვს ბაი. აფექს ავეპე, მიდლზე გადის როგორც ყოველთვის. არავინ უპიკავს, ჭკვიანურიც არის, როცა არ გაქვს ავეპე, არ უნდა გავხვიდე მიდლზე, მით უმეტეს როცა ასე თუ ისე კარგ ავეპეს ეთამაშები. ნევერინიო წესით არა ვერ დაინახავს, აფექს შაკუზულია. ნახოთ ხაბუმ ამასობაში მინი მოკლა ბიზე შორტზე. ნევერინიო ცუდ დროს გაიხედა უკან, მაგრამ მაინც შენიშნა, კარგია, ნევერინიოს 2 ქილი არა. პოშტი დაეხმარა. ტაფიკი ჯანგლში, ავეპეთი მოკლა ნევერინიო, მიაყოლა ვისკი, 21 HP აქვს ტაფიქს. ორივე აზე არის, კონექტორისკენ ორივე. HP რა თქმა უნდა საქართველოსკენ არის, მაგრამ შესანიშნავი ყუმბარა და შესანიშნავი სროლა. ეს რაუნდი არ უნდა წაიგოთ არანაირად, მაგრამ არ გადითამაშეს თურქებმა. ვიხილავთ იქოს, არა დაფორსეს, ვისკიმ დაფორსა მარტო. ორი სმოუკი, ფორვარდმა და ვისკიმ იყიდეს არმორები ჰელმეტის გარეშე. ტაფიკი მიდლს პიკავს როგორც ყოველთვის. 4 კაცი შეხვდება მას მიდლზე, ვნახოთ. დაინახა ხოშტი, მოკლა, აცილა შემდეგი სროლა, მაგრამ ეხმარება მინი. მინიმ და ტაფიკმა 2 კაცი გაიყვეს, ხაბუმ მოკლა შესანიშნავად ერთი.
მაგრამ მინი მესამე მოკლა. ეკონომიკა არ აქვს ძალიან დაზიანებული თურქებს, შეუძლიათ ყიდვა. ქართველებს full buy, ნახოთ ხაბურას იზავს, საიწავა. ასმოუქებს middles. აფიკი რემს პიკავს. ხალას გახედა. ნახოთ, სამი კაცი არის რემფისკენ. ხაბუ გავიდა middle-ზე, ავეპეთი. შეხვდება საილექსი შესანიშნავი ნასროლი სალექსი მოკლა, მაგრამ მინი უპასუხებს და 4-4-ზე არის ისევ. ნახოთ ახლა ვისკიმ უნდა იფრთხილოს ტაფიკი. მზად იქნება შესანიშნავი ფლეში, კარგი სმოუქები. ნახოთ მაინც ვერ მოკლეს ვისკი იმსხვერპლამ ტაფიკმა. აზი მოკლავს ახლა ბევრს ან ვერა ცუდი სპრეი ძალიან. ერთი მოკლა და დააკლეს 2-4-ის წინააღმდეგ. კარგი ფლეშები, აზის რაღაც სასწაულის სპრეი, მაგრამ მაინც მოკლა ნევერინიო. ხოშტი მოკლა მინი. კარგი სპრეი ძალიან, ნახოთ, აქვს მას შანსი 2-1-ზე არის, 17 აქვს პას. წესით აქვს ინფორმაცია, რომ ბოლოს აქ იყო. თავის დაინახა, მაგრამ ას ძალიან კარგი პოზიცია ეჭირა, მოკლა ხოშტი 6-3 თურქეთის სასარგებლოდ. ვისკი მეგრევე იყიდა, ყუმბარები არ აქვს. ხოშტის 2 ფლეში, 1 სმოუკი, იგივე ხაბუს, ნევერინიოს მარტო დიქოი. ფორვარდი ზის X9-ზე. ფორვარდი აპარტამენტისკენ გავიდნენ. სწრაფადვე, მაგრამ შეანელეს სვლა არაზროს გაურაშავთ ქართველებს ამ თამაშში. B აპარტამენტი. ხაბუმ კიდევ ერთხელ მოუგო ბის მოთამაშეს დუელი. შევიდნენ შორტზე არის, კაცი ეს ყოველთვის ესეა, იციან კიდეც. აქვს უკვე ინფორმაცია, ხაბუმ დაათრეიდა მინი ვისკისთვის. გადაცვალა იმ 4-ზე. ნახოთ რას იზავენ თურქები. ონი არც აპირებენ წასვლას exit ფრაგებზე წავლენ, არა, პაზმა გადაწყვიტა რომ შესულიყო. საილექსმა ფორვარდი მოკლა, პაზი ნევერინიოს მოუგებს დუელში. ხოშტი არის მარტო დარჩენილი და სალექსმა მოკლა ეს. 7-3. არ მიდით ქართველებს ეს მაპი. ვიმედოვნოთ, რომ სიტიზე გამოასწორებენ. როგორც ხედავთ, თურქეთში 3 კაცს აქვთ ერთნაირი ფარგებით, 11 კილი პას და მინს, 9 ტაფიქს. ნახოთ, ტაფიკი middle-ს გაპიკავს აშკარად. ხოშტი მიდის. ნელ-ნელა არ უნდა გარისკვა. სალექსი ყავს ბექაპად მოკლა ნევერინიო. მინიც გამოვიდა შორტიდან, შესანიშნავი ტიმვორკი თურქებისგან. 2 კაცი კიდევ middle-ზე. ხაბუმ ისხვეპლა მინი. ვისკიმ დაათრეიდა. ნახოთ სალექსი რას იზავს. ტაფიკმა იხსნა. სალექსი აშკარად 5 თვით ვერ მოკლავდა. ბოლო მოთამაშე ფორვარდი ელოდება. კაც window room-ში ერთი ყავს A-side-ზე. არ ამგონია რამე შანსი ქონდეს, მაგრამ ნახოთ. დასეივებას წესით არ აცდიან თურქები, 4 კაცი ყავთ ცოცხალი და დროც ძალიან ბევრია ამისთვის. თუ ვინმეს გააკიდებენ იქნება პასი, ყველაზე მეტი მას აქვს ფული და შეუძლია დადროფვა, სხვებს ვერ გაწირავენ. ცდილობს დასეივებას ფორვარდი. ნახოთ, აზი თუ არავიდა, სხვები ახლოს არ არიან. აზი ადის ნელ-ნელა. ნახოთ. გაუფლეშე შესანიშნავი ფლეში, მაგრამ კარგი ფლეში იყო ფორვარდი. ლიანად გაფლეშდა
ვერ ხედავდა ვერაფერს და ამით ისარგებლა. პაზმა პოზიცია შეიცვალა და მოკლა. ძალიან კარგი teamwork-ი აქვს თურქებს კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რაც ვერ ვნახეთ ჯერჯერობით ქართველებისგან. Mixby 4x9 P250. ნახოთ. ტაფიკი ისევ middle-ზე დგას, მაგრამ ხლა შეიძლება ვთქვათ action-ი იქნება ასკენ. ტაფიკმა გადაიცვალა რემფისკენ, ვისკის მოკლავს ცოტა ვერ მოკლა, ჩვენთვის არის უკეთესი რა თქმა უნდა. ვისკი ძალიან ცუდად ეთამაშება, ისეთ ავიპეს არ უნდა ეთამაშო, არ არის ვიღაც სილვერი. როცა ყველაზე მტკინეულია, მაშინ გაგარყავს ალბათ. 4 კია ცილაზე დიზეთ, მაგრამ ნახოთ. 2 მოკლა 1 გასროლით. ხოშტიმ team kill-ი, triple kill-ი ტაფიკისგან. აზი კარგად დაიხმარა. როგორც ვამბობდი, როცა ყველაზე მტკინეულია, მაშინ გაგარყავს AWP-ს. ხაბუ AWP-ი გადაინაცვლებს middle-ისკენ, ამასობაში ტაფიკს შეხვდება უბრალოდ ხოშტი. ბექაპი ყავს როგორც ყოველთვის, ალიქსი უკან დაიხია. ხოშტი და ხაბუ არის, ნახოთ ხაბუ რას იზავს ტაფიკის წინააღმდეგ. ამასობაში ვისკიმ მოკლა ნოსტი ბიზე. ხაბუ აცილამ ტაფიკს ვისკიმ ამასობაში მეორე კაცი მოკლა ბიზე. HP-ს უპირატესობა, კაცის უპირატესობა ყველანაირად ქართველებს აქვს 3-5-ზე არის. ხაბუს და ტაფიკის დუელი მაინტერესებდა, მაგრამ არ შედგა. ნახოთ ახლა რა მოხდება. აშკარად ცდილობენ ფლეში პაზისგან ხოშტიმ წააყარა 40 HP ხოშტიმ მოუთავა ამასობაში ნევერინიომ ტაფიკი მოკლა და ფორვარდმა სალიks 9-4 გამოცოცხლდნენ ქართველები მაგ რაუნდში სავარაუდოდ 9-6-ისკენ იქნება თამაში ნახოთ როგორ განვითარდება მოვლა 9-6 გჭირდება რა თქმა უნდა რაც მეტი მით უკეთესი არ არის ისეთი გუნდი რომ მოვეშვათ ყველანაირად გვინდა ბევრი რაუნდი აფრიკის და ხაბუს დუელი მიდლზე ხაბუმ დათაგა ყუმბარით უნდა მოკლას არა გაასრომ ტაფიკმა 8 HP მოუგო ის დუელი შეიძლება ვთქვათ ხაბუმ ფორვარდმა სალիქსი მოკლა ნოსტმა ვისკი HP უპირატესობა ქართველებს ისკენ მოიწევენ ამასობაში ნევერინიო ავიდა კონექტორში მოკლა პაზი ტაფიკი ჯანგლში დგას ხაბუ დაიფრთხილოს ნახოთ ნოსტი სიტიზე უვლის მინი კონექტორში დგას ბომბი იდება სიტისთვის ნახოთ ვერ დადეს სიტიზე უშლის ხელს ხაბუ მეორე კაც გაარტყა არ ამგონია იცოდეს რომ ორივე ძალიან ცოტა HP-ზეა მოკლა თავისი დათაგული 8 HP ასის წინააღმდეგ 2 AWP სუდ მომენტში გაიხედა სხვა დროს ვნახოთ აბა თუ დასჯის ტაფიკი ინფორმაცია აქვს ხაბუს სად არის ეს მოთამაშე ისიც იცის რომ დაკლებული აქვს შესანიშნავი თამაშით მოიგო რაუნდი ხაბუ ლიდერობს ქართველებში 16 მკლობებით სკორით მოსდევს ფორვარდი მკლობებით ნევერინიო თურქეთში ასე თუ ისე თანაბრად მიდის თამაში ორი კაცი ამასობაში პაზი და ტაფიკი ახლოს ავიდნენ მიდზე როგორც ხედავთ ძალიან უშნოობაი აქვთ თურქებს პაზმა მოკლა ხოშტი ნოსტი პალაში შეხვდება ალბათ ვისკის პაზმა მეორე კაცი მოკლა ხაბუ ვერ გამოიყენა ამასობაში ნევერინიო ამოვიდა ანდერფასიდან მაგრამ მოკლეს ნოსტმა ვისკი მოკლა 1-5-ზე არის დარჩენილი ფორვარდი 51 HP-ით
good half-ი შეგვიძლია ვთქვათ, აქ არანაირი შანსი არ აქვს forwards. ჭკვიანურად ელოდება, მაგრამ ორი კაცი არის მიდლზე. კარგი ფლეში. ორივე ერთად გაუპიკავს. და როგორც კი good half-ი არის 10-5. ხოშტიმ და ვისკიმ, არ ვიცი, ხოშტიმ უნდა ამოქაჩოს უფრო, უნდათ მოგება. ვისკი ასე თუ ისე რა აიღო 1-2 entry flag-ები, საკმაოდ დამხმარი თან, არ ვიცი, უნდა მოუმატოს ყველამ აბსოლუტურად თამაშის levels მოგება თუ უნდათ ამ მაპის. ერთიდერთი არის საერთო ანგარიში შეგახსენებთ, ამ მაპში მოგებული იგებს მატჩს. ლაივია, ახოთ რა მოხდება. ქართველებიდან კითი ვნახოთ ხაბუ თუ იყიდის კითს, ერთი კითი ყოველთვის აუცილებელია, არა ხაბუმ ყუმბარები იყიდა, ნებერინიოს ყუმბარებია, ვისკისაც H-ი აქვს. ამასობაში თურქები ემზადებიან კლასიკური A-smoke take-ისთვის. ქართველებიდან forward-ი jungle-ი, ხოშტი short, სამი კაცი ყავთ ბიზე, რაც შეცდომა არის ამასობაში ნებერინიო იცავს Rems, forward-ი იცავს Palace. დახმარება დაჭირდებათ ნამდვილად. Smoke-ები უკვე მის ინიციატორია, რომ A-take-ი არის. forward-ი აგრესიულად ჩახტა, მაგრამ მინმა მოკლა. Alix-მა მოკლა ნებერინიო. ხაბუ City-ზე მოკლა Alix-ი. ნახოთ მინი კონექტორის ხოშტის რას უზავს. ხაბუმ შესანიშნავი ორი კაცი ხოშტი მოკლა კიდე ერთი. ხაბუ triple kills-ია, ბოლო კაცი Rems-ი არის, ნახოთ ნოსტი რას იზავს. ხოშტმა მოკლა ხაბუმ და ხოშტიმ შესანიშნავად ითამაშეს ეს რაუნდი ხაბუს. არის ძალიან კარგად თამაშობს, მთელი 3 მაპია უკვე. თავის თავზე იღებს ძალიან დიდ თამაშებს. არ ფორსავენ თურქები ბომბი ედოთ, სავარაუდოდ არა, შემდეგ რაუნდში იყიდიან. ნახოთ middle-ზე გადის forward-ი. ერთი კაცი შეხვდება მარტო ნოსი, სხვა ყველა მიდის ბიზე. underpass-ში ჩავიდნენ, ვისკი გადაცემდა ინფორმაციას forwards, რომ underpass-ში ხალხია, თვითონაც გაიგო ამ წამს. იბუსტებიან, მოკლა შესანიშნავი სროლით მინიმ, ვისკი უნდა ჩახედოს leather room-იდან, მაგრამ არ არის კიბეზე, ნოსტი short-ზე. შესანიშნავი თამაში ვისკისგან, დაინახა შემდეგი მოთამაშეც. იციან რომ ერთი არის middle-ზე. ალბათ ის წესოდინებათ რომ ერთი არის window-ში. ნებერინიო აზღვევს City-ს, არ გამოატარებს არანაირად. ხოშტი ტიკეტების უკან დგას, Ace უყურებს. ბომბი ამასობაში მიდის Remphis-კენ. ტაფიკი არის ბომბით. ვისკი მოკლა მინი. ხაბუ უყურებს ბის, სადაც არაფერი არ ხდება. პაზმა მოკლა ვისკი, ეხლა ორი კაცი შეხვდება ხოშტის, ერთი მოკლა. ნებერინიო მოკლა მეორე, უკან გაიხედა სუდროს, მაგრამ ტაფიკი მოაქციეს crossfire-ში, მაინც მოახერხა ხოშტის მოკლა. ნახოთ ეხლა ჰაბურას იზავს, გაუპიკავს სავარაუდოდ. დროც არ აქვს ტაფიკს, უნდა შევიდეს ყველა ვარიანტში. ნებერინიოს ხმა გაიგო. მოკლა შესანიშნავი სროლი და ხაბუმ გადაარჩინა ისევ საქართველოს ნაკრები, M4 დაიღოს და ესეც იქნება. 10-7-ია, უკვე პირველ buy rounds ვიხილავთ მეორე half-ის. ნახოთ როგორ გამვითარდება სიტუაცია, ხაბუს აქვს AWP. ტერორებს, თურქებს, ჰებაბებს არ აქვთ არაფერი. არაფერში AWP-ს გულისხმობა რა თქმა უნდა. Alix-ი დახტება მარტო, ისიც ხილად თამაშობს, შორტიდან ეხმარება ვისკი, ორი კაცი ამასობაში აფიკი ნოსთან ერთად მიდის underpass-ში, უნდა იფრთხილოს ხაბუმ. ვისკიმაც ასე ვთქვათ,
შეიძლება აიბუსტონ მოკლან ორივე მხარეს. აზი დგას თირემზე, მიდლზე ყავთ ალექსი, მინი არის აპარტმენტში. თალაში უბრალოდ. არანაირი ინფორმაცია არ აქვს როგორც ჩანს ქართველებს, დაბნეულები არიან. პაზი და მინი გამოვიდნენ, ნევერინიო შენიშნეს ხოშტი მოკლა ნოსტი მიდლზე, პაზი ორი კაცი მიდლზეა, ორი აზე შესანიშნავად აიღეს ხაბუ. მოკლა ერთი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მეორეც უნდა მოკლას, ესეც იქნება საიტზე არის ბოლო კაცი? მოკლეს ისეც. შესანიშნავი რაუნდი ქართველებისგან. იგრძნობა რომ გამოცოცხლენ, უნდათ მაპის მოგება, შესაბამისად მატჩისაც. 22-11-ზე ხაბუს მონსტრი არის ჯერჯერობით თლიანი მატჩის. სრაფი ეირაში, ნახოთ ნევერინიო რას იზავს. ხოშტი მოკლეს ძალიან შორიდან ტაფიკმა, ხაბუ მოკლა ორი კაცი ამასობაში. სალიქსმა ნევერინიო მოკლაზე, ორი რაიფლი დაკარგას ესე უაზრო. ხაბუ მესამე მოკლა, შესანიშნავი სროლა მინის, მოკლა ხაბუ, ავეპეს თუ დაასეივებენ, არ ამგონია მოასწრო. ნახოთ ფული როგორ აქვს ქართველებს, არც თუ ისე სახარბიელოდ, ხაბუ იყიდის ალბათ ისევ ავეპეს, ბაი რაუნდი არის, კი ასეც იქნება. ავეპე არ აქვთ არც ისევ თურქებს. აბუბისკენ მიდის. AK-ისთვის ემზადებიან ისევ თურქები. ნახოთ სმოუქები. ეს city smoke-ია jungle-ის. და ეს იქნება stairs-ის. ნევერინიოს გაუფლეშდა ინფორმაცია აქვს რომ არის, ნახოთ ხოშტი და ფორვარდი ერთმანეთს ხელს უშლიდნენ ერთ ადგილზე დგომით. ფორვარდმა კიდევ აგრესიულად ითამაშა, გვერდ განან არიციან. უკან უდგას ფორვარდს, შენიშნა მაინც მოკლა რაღაცა სასწაული თამაში იყო. მინი გაათრეიდა ფორვარდი. აზი ფალასის ქვეშ იმალება, ხოშტი თავზე ადგას მინს. ალექსი რემზეა, ხაბუ ავეპეთი. შესანიშნავი თამაში ხოშტისგან მოკლა მინი, ხაბუმ შენიშნა კაცი რემზე, ამასობაში ვისკიმ აზი მოკლა, შესანიშნავი რაუნდი. შესანიშნავი არ იყო ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მოვიგეთ, რაც არის მნიშვნელოვანი. არც ისე კარგი ბაი აქვს, მაგრამ ავეპე მაინც აქვს ხაბუს. თურქებიდან ისევ რჩებიან რაიფლებზე, არავის არ აქვს სნაიპერი. სამი კაცი შეხვდება ხაბუს, ვნახოთ გაატარა ერთი შესანიშნავი ნასროლი. გაუსმოუქეს, მაგრამ მგონი ჩანს გეფი. არაფერი, მე ვატიეთ. გადაინაცვლა ჯანგლისკენ. ხოშტი მოკლა სალიქს ამბობს. მინი ამოვიდა რემფიდან, ნევერინიოსთან აქვს დუელი. ნევერინიო 35 HP. ვინმე უნდა დაიხმაროს ახლა ერთი ფოფლეში და აზმა მოკლა ხაბუ ამასობაში window room-ში ავიდა და ხოშტი მოკლა მინი. ნევერინიო city-ზე წააგებს დუელს მინისთან, ბოლო კაცი ფორვარდი, რომელსაც პაზი მოუთავებს. დაბლ კილები მინის და პას ტაფიკმა აიღო 1. 27-14-ზე ხაბუს, 22 მკლობა პას, 21 მკლობა მინის, ტაფიქს 18. თურქებიდან ასე თუ ისე ყოჭლობენ სალიქსი და ნოსთი. ქართველებისგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბუს გარდა არ თამაშობს არავინ ისე როგორც ჩვენ მოგვეწონებოდა. პაზმა მოკლა ხოშტი, იქოის ტაკი არის, სტრაფი რაუნდი იქნება, ნევერინიო მოკლა ერთი ფორვარდი. მალევე მოკვდება, ახლა თუ მოკლავს ამას სხვას ვერავის. სალიქსმა მოკლა ფორვარდი. სტრაფი კლინაფი ესე რომ ვთქვათ, არც არაფერი დიდი ქონდათ გეგმაში ქართველებს. წესით უნდა დაიქაონ ახლა და 14 რაუნდიდან უნდა ითამაშონ. ესეც იქნება.
4 კაციანი ისტაკი ისევ. თურქებიდან 2 არის რემსე, 1 ფალასში. სალიქს შეხვდება ხაბუს აქვს ეზო, ნახოთ. შესანიშნავად ითამაშა სალიქსმა ამ დროს ხაბუმ ააცილა თავისი. ნევერინიომ კიდევ ერთხელ მოკლა იგივე პოზიციით, იგივე ადამიანი, არა იგივე არ ყოფილა ბოდიში, მინიმ მოკლა, აზმა მოკლა ფორვარდი, მინიმ მოკლა ხოშტიმ, ნევერინიო ისევ პალაში დგას, საფრთხე არ არის უკვე, ვისკი სითიზე გადადის. HP არც თუ ისე ბევრი აქვს, მაგრამ ნახოთ, ქითიც აქვს ვისკის და არმორიც, მაგრამ აზმა შენიშნა ნაადრევად. არანაირი იმედი დაგვიტოვა ქართველებს ამ რაუნდში. თურქები ისევ მარტო რაიფლებით შეებიან, ფორვარდი არის ავეპეთი ქართველების მხრივ, რომელიც გადის მიდლზე. არ შეხვდება არავინ სავარაუდოდ, ან ძალიან დაგვიანებით. 2 A-ზე, 2 B-ზე, 1 მიდლზე, სტანდარტული დიფოლტი. ფორვარდი ანდერფას უყურებს, სადაც ჯერჯერობით არავინ არ არის. ხოშტი არის კონექტორთან სეარზე თამაშობს. რემფიდან ამასობაში 2 კაცი ამოვიდა, ფეიქი არის, ვნახოთ რა მოხდება. თუ მოტყუდებიან ქართველები, მინიმ მოკლა ნევერინიო, შევიდა 2 კაცი სიტზე. ვისკიმ ნოსტი მოკლა, ხოშტი ქალიქსმა პაზი. ვისკი შესანიშნავად თამაშობს, 2 კაცი მოკლა, მაგრამ პაზმა დაათრეიდა. ფორვარდი არ დარჩენილა ავეპეთი. მოკლა 1, უკან ყავს 1 კაცი. არ გაუმართლა. ფორვარდს აშკარად. არ თამაშობენ ქართველები ოვერთაიმისთვის. აფიქსე კი პირველად half-ში ხედავთ ავეპს. მოსაგებად თამაშობენ ქართველები, ვისკი მინიმ მოკლა, 4 კაციანი სტაკი აქვთ ისევ აზე, 2 კაცი ამასობაში კონექტორიდან ეპარება. არ ამგონია რამდენად ციან, ვისკი შენიშნა სალიქსმა. ნახოთ შორტზე დგას ხოშტი. დაიხიეს უკან ნოსტი არის შორტზე, წესით ხოშტიმ უნდა გაპიკოს, მაგრამ დაიგვიანა მაინც. 1-1-ზე ტრეიდი, 4-3-ზე ადვანტეჯი ქართველებს. ტაფიკი დგას აპარტმენტში ისევ და ბომბი მიდის, ბიზე აზი და სალიქსი არიან ეს 2 ადამიანი. აფიკმა მოკლა ნევერინიო, ბაბუმ. იცის უკვე პოზიცია. კონექტორში ამოვიდნენ ისევ თურქები, ხაბუმ შესანიშნავად ითამაშა, მოკლა ტაფიკი. სალიქსი ამოდის კონექტორიდან. ვისკი სიტიზე არის. აზე მიდიან ორივე ერთად. ვისკის შენიშნავენ ცუდ დროს გაიხედა თურქებისთვის ჩვენთვის უკეთესია. ას მოკლავს სავარაუდოდ ვისკი. ვერ მოკლა, ხაბუმ კიდევ ერთხელ ვიშველა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ დაიგვიანებს ხოშტი, ბომბი დაიდება 47 HP. 1-1-ზე. ხოშტის ხელში არის ჩვენი იმედები მოსაგებად. სტერზე თუღო თავს დაუნახავს. დაინახა, უნდა დაინახა ყველა ვარიანტში. 15 დათი, ვერ გამოიყენა ხოშტმა. HP-ს advantage და match point-ი თურქებს 1 რაუნდი აკლიათ მატჩის მოსაგებად მთლიანად. აფიკი ისევ ფალასისკენ მიდის. 3 კაცი აზე არის, 1 არის მიდლზე, 1 B-ზე. ნევერინიომ შესანიშნავად მოკლა სალიქსი. აფიქს გაუსმოუხეს ჭკვიანურადაც. აზმა მოკლა ვისკი, მინიმ მოკლა ფორვარდი, 3-4-ზე თურქების საასარგებლოდ, ხაბუ 4-2-ზე, 3-1-ზე.
უკვე არის 2-1-ზე. HP ცოტა აქვს ნოს და AWP აქვს AFX. აი ხა თუ მოკლა შეიძლება სახე გაუხსნა პირდაპირ რო ვთქვათ, ზედმეტი მოფერების გარეშე AFX-მა ხოშტის, ვერ გამოიყენეს ეს შანსი. 2-1 თურქებმა მოგვიგეს. GG fucking hackers წერს ფორვარდი, ეს არ უნდა დაწერო წესით. არ არის სპორტსმენშიპი, კაი